ხმაურიანი და მუსიკალური აქციიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. სისხლის სამართლის რეფორმაზე მომუშავე უწყებათა შორის კომისია პროკურატურაში განსახორციელებელ ცვლილებებს განიხილავს. დღეს ერთ-ერთი შემაჯამებელი შეხვედრა იყო, სადაც რეფორმის მოდელთან დაკავშირებით შენიშვნები გამოითქვა. როგორ უნდა აირჩიონ მთავარი პროკურორი და ხელისუფლების რომელი შტოები უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული? ბექა პატულაშვილი ესაუბრა იუსტიციის მინისტრს. ბექა, რა მოდელზე და მექანიზმებზეა საუბარი, თუ შეგიძლია რომ განგვიმარტო? წარმოდგენილი მოდელის მიხედვით პირველი რგოლი, რომელიც მთავარი პროკურორის არჩევაში ან შემდგომ თანამდებობიდან გათავისუფლებაში იქნება მონაწილე, ეს იქნება საპროკურორო საბჭო, რომელიც დაექვემდებარება იუსტიციის მინისტრს. სწორედ ამ საბჭოს წარუდგენს იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის კანდიდატს, რის შემდეგაც მოწონების შემთხვევაში კანდიდატურის განხილვა გაგრძელდება მთავრობის ხდომებზე, მთავრობის მიერ დადასტურების შემთხვევაში კი საბოლოო გადაწყვეტილებას უმრავლესობით მიიღებს პარლამენტი და მთავარ პროკურორს დანიშნავს 6 წლის ვადით. სწორედ ამ პროექტის შესახებ ისაუბრა დღეს იუსტიციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საჭიროა ეს მოდელი დროულად მიიღოს საქართველოს მთავრობამ კანონპროექტის სახით, შეფასება გააკეთა მთავარი პროკურორის მოადგილებაც. დღევანდელი კანონი, რომელიც კბილაშვილმა და ნაცვლიშვილმა შეიმუშავეს, არაძლევს იუსტიციის მინისტრს იმის საშუალებას, რომ პროკურატურის თაობაზე ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას, რადგან კანონში ჩაწერეს, რომ იუსტიციის მინისტრს ეკრძალება ყველაფერი, რაც კი რამე ეხება პროკურატურას. ამიტომ ეს დაბალანსებული ფორმით უნდა გამოსწორდეს. ალბათ შემადგენლობას გადავხედავთ თავად საპროკურორო საბჭოსი, ალბათ ნახავთ რა ხარისხის უმრავლესობა უნდა ჰქონდეს წარდგენილ კანდიდატს პარლამენტში, რომ არჩეულად ჩაითვალოს და შევა არაერთი ცვლილება ამ კონცეფტში, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს დღეს, ხვალ და ახლა და არა გაისად. წელს ჩვენ უნდა მივიღოთ ახალი წესით არჩეული მთავარი პროკურორი. ამ მოდელის შესაბამისად მთავარი პროკურორის შერჩევაში მონაწილეობს პროკურორთა საბჭო, სადაც იქნებიან არასამთავრობო ორგანოებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, იქნებიან ასევე პროკურორები, რიგითი პროკურორები და სხვა ადამიანები, მონაწილეობს მთავრობა და მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად იმაზე საუბარი, რომ მარტო მთავრობა მონაწილეობს, ეს არ არის. ამ მოდელით საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით საპროკურორო საბჭო იქნება 9 წევრისგან დაკომპლექტებული და მას უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი. სწორედ საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით გამოითქვა დღევანდელ უწყებათა შორის ხდომაზე შენიშვნები. არასამთავრობოების და დამცველ დეპუტატების ნაწილი აცხადებდა, რომ არსებული შემადგენლობით დაკომპლექტება გამოიწვევს პოლიტიკურ იმას, რომ შესაძლოა პოლიტიზირება მოხდეს, პოლიტიკური გავლენა იყოს მაღალი პროკურორის შერჩევისას, რადგან ძირითადად გადაწყვეტილების მიმღები მაინც რჩება იუსტიციის სამინისტრო და შემდგომ უკვე სახელმწიფო შტოები. იმ კონცეფციის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილი იქნება დღეს საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტებაში, ჩვენ ვხედავთ სერიოზულ ხარვეზებს, იმიტომ რომ ძალიან მაღალია პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობა. მართალია არის 2 წევრი სამოქალაქო სექტორიდან, მაგრამ ისინი აირჩევენ საპარლამენტო უმრავლესობით. ვფიქრობთ, ასეთი შემადგენლობით საბჭო ვერ იქნება დამოუკიდებელი და ვერ გაართმევს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს. მართველი პოლიტიკური ძალის ნებას შეუძლია ყველა ამ საფეხურზე მიიღოს გადაწყვეტილება, ანუ ასეთი პროექტში თუ ცოტა სახეცვლილება არ მიეცა, მივიღეთ სურათს, რომ უბრალოდ ჩემო გვაქვს რაღაც ფორმალურად თითქოს რაღაც სერიოზულ ფილტრებს გადის ეს კანდიდატურა და სინამდვილეში ისევ მართლ პოლიტიკური ძალა დანიშნავს და პირიქით უფრო შენიღბული იქნება ეს ყველაფერი. იუსტიციის მინისტრი აცხადებდა, რომ მათ შორის დღეს წარმოდგენილი შენიშვნები იქნება პროექტის საბოლოო სახით შემუშავების პროცესში გათვალისწინებული, თუმცა მინისტრი ასევე აცხადებდა იმას, რომ საჭიროა, რომ ეს პროცესი დასრულდეს დროულად და სავარაუდოდ უკვე მომავალი კვირის მთავრობის ხდომაზე ხუთშაბათს პროექტი გატანილი იქნება მთავრობის ხდომაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება კანონპროექტის სახით. პროკურატურის რეფორმა